თავი მე-15. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. და ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენ საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, და დაამზადებთ საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის, აღსავლენს ან აღთქმულს აკლავს, ან სამოწყალოს თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად. საქონელს შესწირავთ თუ ცხვარს, შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს საცხვნოდ. მეოთხედ ჰინის ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ღვინო. უნდა დაამზადოს საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის. მეოთხედ ჰინა თითო კრავზე. ვერძზე დაამზადე ძღვენი. მესამედ ჰინის ზეთში აზელილი ეფის 2 მეათედი გამტკიცული ფქვილი. და ღვინო უნდა მიიტანოს საღვრელად. მესამედი ჰინი უფლისათვის სურნელებად. როცა ყურაც გაამზადებ აღსავლენადან აღთქმულ საკლავადან სამადლობელად უფლისათვის, ყურაც უნდა მიაყოლო ძღვენი. ნახევარ ჰინის ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი. ნახევარი ჰინის საღვრელი ღვინო უნდა მიიტანოს საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის. ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარჯზე ან ვერძზე, კრავზე თუ თიკანზე. რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით. თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად. თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენ შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც. შენთვის კრებულო და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე. ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. და ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე, და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს. პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად. კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი. პირველ გამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში. თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძებს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს. ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა და შემდგომ თქვენს თაობებში. თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, თელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი ყურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანხლებით ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი. ეპატიებათ ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს. თუ ერთი კაცი შესწოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას. როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ. თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან არა ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი დამნაშავეა. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ-დღეს. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და არონთან, მთელ საზოგადოებასთან. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოქცეოდნენ მას. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი. უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე უთხრა უფალმა მოსეს: დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს და ჰქონდეთ ფოჩი, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება. შეასრულოთ და არ აყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზაყვალს გირევენ თქვენ. რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმინდა იყოთ უფლისათვის. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი,
რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო, მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.